დღემდე გრძელდება ჩემი მამობა. ეგუდა მეკითხა ზუსტად, მამობის სწავლა სრულდება? ვერ დასრულდება. ვერ დედობა დასრულდება, ვერც მამობა, ვერც ბებიობა, პაპობა ვერ დასრულდება. იმიტომ რომ თუ ახალი შვილიშვილები მოდიან, ახალი გინდა გააკეთო ხომ, ახლებურად ბავშვია სხვადასხვა ჯერ ერთი და ის გაიძლებს რომ სხვანაირად შეხედო მას. კანონია ჰუმანურ პედაგოგიკაში ბავშვის საზრდა საკუთარი თავის აზრით იწყებაო. შვილი რომ მოგდეს, აი საზღვართან მიხევ ხარ. აი თუ გასულ ჰორიზონტთან მიხვედი და ამბობ, აჰა, აქამდე ეგეთი ვიყავი, მაგრამ ამის შემდეგ იგივე უნდა ვიყო თუ სხვა. იმიტომ რომ მოქმედებათა სისტემა სულ სხვანაირ უნდა იყოს, ხო? ცოლთანაც იცვლები. მეტყველებაში შვილების ზრუნვაზე ლაპარაკობ უკვე. არა? როგორ მოიქცა, როგორ არ მოიქცა, რა გვინდა, რა არ გვინდა. და სხვა და მეტყველებაში იცლები, ხო? გარდა ამისა, უფრო დაკაცებული ხარ, იცი? დაკაცებული ხალხში რომ გამოდიხარ, მამა ხარ, შვილები გყავს. საკუთარი თავის აზრდა პირველი ამოცანაა მშობლებისთვის და მე მინდა რომ ჩვენმა კეთილმა მამებმა, ქართველმა მამებმა კარგად გაიგონ ეს. რომ უნდა შეცვალო შენი თავი, შეიძლება ამხანაგები გიყვარდა, დროსტარება გიყვარდა. კი, კარგი ეს, მაგრამ შვილი რო გაჩნდა გელოდება სახლში და იმას უშენოთ რომ გაზრდა დააკლდება იმას. მამის ხელი სხვა ხელია, დედის ხელი სხვა ხელია. მამას ვაშკაცური სული შეაქვს, დედას სინაზისა შეაქვს. მამა გვიან მივიდა, თვალი მივიდა. მამამ სიტყვის ნორმალური ხმარება არ იცის. დაიყვირებს თუ ამყია თუ გროხუნა თუ რაღაცა და აბა წესრიგს ამყარებს. ესეთი მამრო სახში მივა, ბავშვი იმალება. რა? მეგობარი კი არ მოვიდა. ვიღაცა მოვიდა, რომელიც ახლა მე დამაშინებს. ხო, არა და რა უნდა იყოს იცი? 3 წლის ბავშვი რომ გამორბის, კარვეს გა მამა მოვიდა, მამა და ხელებს იშორს, უკვე ყელზე უნდა ჩამოეკიდოს, ხო? ხორე მამა მარტო გაზრდა კი არ არის, შენ უნდა იცხოვრო. მამის ცხოვრებით უნდა იცხოვრო, გიხაროდეს მამობა. გიხაროდეს, გიყვარდეს. რამდენი დროც გაქვს იმ შვილისთვის. არა? რაღაცებს უნდა მოაკლო, ის დრო უნდა გააგანივრო, რომ მეტი გახდეს. ერთად იგორავთ ხალიჩაზე, ერთად წახვიდეთ ლაშქრობაში. წუმპეში იხტონა, რაც გაგვიკეთებია ორი. წიმაში ვიცეკოთ. ძალიან ხშირად რომ მე ახლა როცა ასაკში შევიდა და მოზარდობაში, არა იქ ძნელია ბავშვის გაზრდა. ადრე არიგებ ეხვეწები გააკეთებ და გიჯერებს, მაგრამ მე უკვე დიდობაში შედის და ცოტა გამოდის თავისუფლება და გამოდის გავლენებისაგან, ხო? იქ თუ მეგობარ ვარ და უწყე ბავშვს, შეირყევა აზრდა. აღარ შეიძლება მამა იყო როგორც მარტო მამა, უნდა იყო ბავშვის მეგობარი. აი მეგობარ ხო გაგიათ არა ეს სიტყვა? მეგობრები თანატოლები არიან. ამ მეგობრებში 5 არიან, არც ერთი არის მეტი და არც ნაკლებია. ხო ხართ ორი მეგობარი. ხო განიხილავთ. შორი მას დაუყვირო, ესაც დაგიყვირებს, სო მაგაი გაგექცევა. არა? მეგობრობაში თანასწორფებულობიანობა, ურთიერთგაგება ერთი ყველასთვის, ყველა ერთისათვის. და სხვა ამგვარი, ღალატი არ შეიძლება. ხო? კი. აი უნდა დაიწიო ბავშვის დონეზე და იმისი ენით ელაპარაკო მას. იმისივე ჟარგონებით. ხო, იმისივე ინტერესებით, გატაცებულია მობილური თუ რაღაცა თამაშებით. შენს გატაცებული უნდა იყო მასთან ერთად ამითი, რომ ცოტათი ჩამოაცილო მერე. თორე თუ მარტო წაართმევ და თუ მარტო დაუყვირებ და აუკრძალა, მაშინ მამა აღარ ახარ. მაშინ ჟანდარმი ხარ.